1824 წელს პარიზის სალონში გამოიფინა ჯონ კონსტებლის ნამუშევრები. გამოფენას დიდი წარმატება ხვდა წილად და ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბევრი ახალგაზრდა მხატვრისთვის. კონსტებლისთვის არ იყო მთავარი მხოლოდ კომპოზიციური ხერხებით აიგო ეფექტური პეიზაჟი. ის ერთ-ერთ წერილში წერდა, რომ ნამდვილი მხატვრის წინაშე მრავალი შესაძლებლობაა, მაგრამ თანამედროვეობის ყველაზე ცუდ ნიშნად ახასიათებდა იმას, რომ მხატვრებს აქვთ სურვილი შექმნან რაღაცა ისეთი, რაც ჭეშმარიტების ფარგლებს სცდება. მის საკმაოდ ეფექტურ და უშუალო პეიზაჟებში ხე პირველ რიგში არის სივრცის განფენილობის მაჩვენებელი. ასევე ოსტატურად ჰქონდა მოფიქრებული ფერთა კოლორიტული სქემაც. თბილი, უფრო მოყავისფრო, მოოქროსფრო ტონები გამოიყენებოდა წინა პლანისთვის. უკან კი ფერმკრთალი ცისფერი ტონებით ხდებოდა გაბუნდოვანება. მისი ამოცანა იყო გადმოეცა რეალური გარემო და ეტიუდებს პირდაპირ ნატურიდანაც ხატავდა ხოლმე. ნამუშევრებს ახასიათებთ ხაზგასმული უშუალობა და ასევე ხაზგასმული არაპრეტენზიულობა. იმ ახალგაზრდა მხატვრებს შორის, რომლებისთვისაც კონსტებლის ნამუშევარი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, იყვნენ მხატვრები, რომლებიც ცნობილი არიან ბარბიზონელების სახელით. მოღვაწეობდნენ 1830-70-იან წლებში. სახელწოდება წამოვიდა იქიდან, რომ ისინი იკრიბებოდნენ ხოლმე სოფელ ბარბიზონში. ამ სკოლის წამყვანი მხატვრები იყვნენ ჟან-ფრანსუა მილე, ჟან-ბატისტ კამილ კორო, თეოდორ რუსო, შარლ ფრანსუა დომინი და კიდე სხვები. კონსტებლის სტილოებმა ისინი მოხიბლა პირველ რიგში ფორმალიზმის უარყოფით და იმ ინსპირაციით, რომელიც უშუალოდ ბუნებისგან იყო მიღებული. ასევე მათი ნამუშევრების მთავარი თემაც იყო ზუსტად ბუნების სცენები. ერთ-ერთი მათგანი ჟან-ფრანსუა მილე თავის ლანდშაფტებს უმატებდა კიდევ გლეხების ფიგურებს. და მისთვის ერთ-ერთი საყვარელი თემა ეს იყო ზუსტად მუშაობის სცენები მინდვრებში. ფოკუსი აქ იყო სოციალური კიბის დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებზე. მათი სახეები ზოგადია, რაც მარგინალურ პოზიციაზე მეტყველებს, სხეულები კი ყოველდღიური მძიმე შრომის კვალს ატარებს. ამგვარი ხელოვნება სრულიად წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდის აკადემიური მხატვრობისთვის და აკადემიური წრეებისთვის მიღებული მხატვრობისათვის. ახალ მიმდინარეობას სახელი დაარქვა მხატვარმა გუსტავ კურბემ. და უკვე ერთგვარად მოხდა ამ მიმდინარეობის უკვე ტენდენციად ფორმირება. მან 1855 წელს თავისი პერსონალური გამოფენა მოაწყო პარიზში, რომელსაც დაარქვა სახელად გუსტავ კურბეს რეალიზმი. და ეს მისი რეალიზმი სწორედ ერთგვარ რევოლუციადაც იქცა ხელოვნებაში. მისთვის მთავარი ნამუშევარში იყო არა ის, რომ გამოსახულება სასიამოვნო ყოფილიყო, არამედ მთავარი ღირებულება იყო ამ გამოსახულების სანდო და ნამდვილი სახე. მასწავლებლად ის თვლიდა მხოლოდ ბუნებას. მის ნამუშევარში გამარჯობათ ბატონო კურბე, მან თავისი თავი დახატა მიმავალი სოფლის გზაზე, თავისი მხატვრის აღჭურვილობით მოლბერტით. მას გზად პატივისცემით ხვდებიან მეგობარი და დამკვეთი. იმ ადამიანებისათვის, ვინც კარგად იცნობდა აკადემიურ ხელოვნებას, ეს სურათი ერთგვარ ბავშვურ ხუმრობად, გართობად მოეჩვენებოდა.
აქ არ იყო არც გრაციოზული პოზები, არც დენადი ხაზები, არც გამომხატველი ფერი. კომპოზიციაც არ ტოვებდა დახვეწილის, ზედმიწევნით დამუშავებული შთაბეჭდილებას. თვითონ იდეაც, რომ ის უბრალოდ თითქმის მაწანწალას სამოსში იყო გამოწყობილი, ერთგვარად შეურაცხყოფდა რესპექტაბელურ აღიარებულ მხატვრებს. მაგრამ კურბეს მიზანიც იყო ზუსტად ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა. ამ სურათით მხატვარი თითქოს აპროტესტებდა იმ დროისთვის საზოგადოდ მიღებულ აღიარებულ პირობითობებს და ერთგვარად ეპატაჟურად იწვევდა ბურჟუაზიულ თვითკმაყოფილებას. ამ ნამუშევრით თითქოს მხატვრის უკომპრომისო გულახდილობას ენიჭებოდა უპირატესობა იმ ტრადიციულ კლიშეების ოსტატურად დამზადებასთან შედარებით, რაც ასე ფართოდ იყო მიღებული საზოგადოებისთვის. რაც ყველაზე მეტად სახასიათო არის კურბეს ნამუშევრებისთვის, ეს არის გულახდილობა. კურბეს გააზრებული ჰქონდა უარყოფა, გააზრებულად უარყოფდა კურბე იაფასიანი ეფექტებით მანიპულირებას. და მისი გადაწყვეტილება, რომ სამყარო ეჩვენებინა ისედად, როგორიც არის, საინტერესო აღმოჩნდა სხვა მხატვრებისთვისაც. და მათაც გაუჩნდათ სურვილი, რომ ეთქვათ უარი პირობითობებზე და განხოლოდნენ მხოლოდ საკუთარი სინდისის ხმას. გულახდილობისკენ ასეთივე სწრაფვამ და ასევე მიუღებლობამ ოფიციალურად აღიარებული ხელოვნების თეატრალურობისა, რომელთაც ბარბიზონელები და კურბე მიიყვანეს მიმდინარეობამდე, რომელსაც რეალიზმი ერქვა, სრულიად სხვა გზა ამოარჩევინა ინგლისელი მხატვრების ჯგუფს. ისინი ეძებდნენ მიზეზს, თუ რის გამო მოექცა ხელოვნება ჩიხში. მათ იცოდნენ, რომ აკადემიური მხატვრობის მიმდევრები პრეტენზიას აცხადებდნენ რაფაელის ტრადიციის გაგრძელებაზე, რომელსაც ისინი უწოდებდნენ დიდ მანერას, დიად მანერას. და თუ ეს ასე იყო, მათი აზრით, რაფაელის ირგვლივ ტრიალით ხელოვნებას არ ამოურჩევია სწორი გზა. და სწორედ რაფაელმა და მისმა მიმდევრებმა, ეს პრერაფაელიტების აზრით, განადიდეს ბუნების იდეალიზირების მეთოდები და მშვენიერების მიღწევას ცდილობდნენ ჭეშმარიტების დაფარვის გზით. თუ ხელოვნება სჭირდებოდა რეფორმა, მაშინ უფრო ადრეულ პერიოდს უნდა მიბრუნებოდნენ. კერძოდ ეპოქას, რომელიც რაფაელის ეპოქას უსწრებდა წინ, როცა მხატვრები მათივე თქმით ღვთის წინაშე მართალიხლი ხელოსნები იყვნენ და შეძლების და გვარად იმეორებდნენ ბუნებას და ფიქრობდნენ არა მიწიერ წარმატებაზე, არამედ ღვთის დიდებაზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ რაფაელის გამო ხელოვნებამ ეს გულწრფელობა დაკარგა და უმჯობესი იყო ამ საუკუნეს დაბრუნებოდნენ, ამ რწმენის საუკუნეს. და მხატვართა ამ ჯგუფმა დაირქვა პრერაფაელიტთა საძმო. მიმდინარეობის ყველაზე გამორჩეული წევრები იყვნენ პოეტი და ფერმწერი დანტე გაბრიელ როსეტი, მხატვრები უილიამ ჰოლმენ ჰანტი, მილესი, ბრაუნი, ვერნ ჯონსი, უილიამ მორისი, არტურ ჰიუზი, უოლტერ კრეინი და სხვები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო დანტე გაბრიელ როსეტი. ის იყო იტალიელი ემიგრანტის შვილი და მის ნამუშევარზე ხარება, აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ზუსტად პრერაფაელიტური საძმოს მიდგომა, მათი ესეთი თეორიული საფუძველი. აქ არის რელიგიური სიუჟეტი, რომელსაც ჩვეულებისამებრ შუა საუკუნეობრივი ნიმუშის მიხედვით გამოხატავდნენ ხოლმე და როსეტის გადაწყვეტილება, რომ ის დაბრუნებოდა შუა საუკუნეების ოსტატებს, არ ნიშნავდა იმას, რომ ზუსტი ასლები გაეკეთებინა ამ პერიოდის მხატვრების ნამუშევრებისგან გადმოღებით. ის თითქოს იწვევდა მათ, რომ ბიბლიური ტექსტის უშუალო აღქმაში ერთგვარად შეჯიბრებოდა.
როსეტი აქ ცდილობს, რომ უბრალო და გულახდილი იყოს თავის ახლებურ ინტერპრეტაციაში და ახლებურად აჩვენოს უძველესი ისტორია. თუმცა მიუხედავად პრერაფაელიტების მცდელობისა, რომ გარემომცველი სამყარო ისევე დამაჯერებლად ეჩვენებინათ, როგორც ამას ახერხებდნენ კვატროცენტოს პერიოდის ოსტატები, არ აღმოჩნდა საბოლოოდ წარმატებული, მათ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს და ვიქტორიანული ეპოქის მხატვრების სურვილი, რომ დაებრუნებინათ სიწმინდისა და უმანკოების იდეალები ძალიან წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა და ამის გამო არარეალურიც. მათი ფრანგი თანამედროვეები უფრო რეალურ და წარმატებულ ნაბიჯებს დგამდნენ და შემდეგ თაობაში უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა მათი ძიებები, რომელიც უკვე შემდგომმა ისტორიამ აჩვენა.